გასულ კვირას რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი აღმოაჩინეს. ეს ის განცხადებით სოფლის ნობათის საწარმოში ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდა სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. სააგენტოს ინფორმაციით გარდა ამისა შპს ვიმბილდან საქართველოს დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება, რომელთანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა, ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. მას შემდეგ მოსახლეობაში არ წყდება კითხვები მასთან დაკავშირებით, რა რისკის წინაშე არიან ის ჯგუფები, რომლებიც აღნიშნული კომპანიის პროდუქციას სისტემატურად მოიხმარდნენ და ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გადავწყვეტეთ ამ თემაზე საუბარი და ამჯერად უკვე ივანე ჩხაიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი უნდა შემოგვიერთეს პირდაპირ ხაზზე. დილომშვიდობისა ბატონო ივანე, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში შეფასება მინდა დავიწყოთ იმ ყველაფრის, რაც მოხდა. ფაქტობრივად ყოველდღე ისმის სხვადასხვა ტიპის კითხვები მომხმარებლების მხრიდან, განსაკუთრებით იმ ოჯახების მხრიდან, რომელთა შვილები მოიხმარდნენ ამ პროდუქციას. რა ტიპის დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ თქვენ როგორც ექიმს ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ წესიდან? რამდენად სარისკოა ეს რაოდენობა და მაჩვენებლები, რაც აღმოჩენილი იქნა ჯანმრთელობისთვის? დილამშვიდობის, რა თქმა უნდა, როდესაც არსებობს ქვეყანაში სტანდარტი, ის უნდა იყოს დაცული. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სტანდარტი გააჩნია, ევროპულ მაჩვენებლებს ვიყენებთ აფლატოქსინის ზღვრული მაჩვენებლისთვის, ამიტომ როდესაც გვაქვს მომატებული და უფრო მეტია ვიდრე სტანდარტული, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა, მნიშვნელოვანია და ის რეაგირება, რაც იყო ქვეყანაში აი ამ რძის ამოღების სავაჭრო ქსელიდან იყოს სწორი და ადეკვატური. ყველაზე მთავარი კითხვა ის მოცულობა, ის რაოდენობა, ის დონე აფლატოქსინის რამდენად შეიძლება იყოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის საგანგაშო. ან რომელიმე დაავადების გამომწვევი და ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება ღვიძლის კიბოზე, ღვიძლის კარცინომაზე, ვინაიდან ძალიან ხშირად სწორედ აფლატოქსინს უკავშირებენ ღვიძლის კარცინომას. ეს დადასტურებული ფაქტია, ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. აფლატოქსინის ორი სხვადასხვა მეტაბოლიტი არსებობს. ერთი არის M1, რაზეც იყო საუბარი და რაც ჩვენ შემთხვევაში იყო 5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე დასაშვები ნორმა. და მეორე ღვიძლზე ზემოქმედება და ღვიძლის კარცინომის გამოწვევა შეუძლია უფრო მეტად B1 აფლატოქსინს. აი B1 აფლატოქსინი დღეისათვის უპირობოდ განიხილება როგორც ღვიძლის კარცინომის გამოწვევი. თუმცა B1 აფლატოქსინი რძეში არ არის. რძეში ეს M-ი სწორედ ინგლისური სახელიდან გამომდინარეობს, რძის M1 ეს არის სრულიად სხვა ფორმა, რომელსაც 10-ჯერ და უფრო მეტად ნაკლები კარცინოგენული პოტენციალი გააჩნია B1 ფორმასთან შედარებით. თუმცა დასაშვებ ნორმასთან შედარებით რომ 5-ჯერ მეტია, ეს ალბათ რაღაცა გარკვეული ტიპის შიშების გაჩენის ლოგიკური საფუძველი ჩნდება. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ეს არის რითიც დავიწყე კომენტარი. ერთი ციფრი მინდა მოგიყვანოთ ჯერჯერობით. აი ამ M1-ის მატება კლინიკურ კვლევებში დადასტურებული და დადგენილი არ არის და მხოლოდ 1 წლის წინ 2022 წლის წინ იყო M1 შეყვანილი კარცინოგენული ნივთიერებების სიაში. მანამდე ეს არ განიხილებოდა როგორც კარცინოგენური, სულ 3 წლის ისტორია აი ამ მაჩვენებლის მატების კლინიკურ ანალიზს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ეს კვლევები არ აქვს. თუმცა გვაქვს ძალიან ბევრი ექსპერიმენტული კვლევა და ეს მონაცემები და გიჩვენოთ 100-ჯერ უფრო მეტი ნორმასთან შედარებით. ჩვენთან იყო 4-ჯერ უფრო მეტი. 100-ჯერ უფრო მეტი ნორმასთან შედარებით ექსპერიმენტულ ცხოველებში ღვიძლის კიბოს არ იწვევს. 1000-ჯერ მეტი ნორმასთან შედარებით ექსპერიმენტულ ცხოველებში განაპირობებდა 5%-ში ღვიძლის კარცინომის განვითარებას. 1000-ჯერ მეტი. ჩვენთან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ 4-ჯერ მეტი იყო დასაშვებ ზღვართან შედარებით მატება. შესაბამისად აქ რისკი რომ აი ამ მაჩვენებელს შეეძლო ღვიძლის კარცინომის გამოწვევა, თუნდაც 1 თვე ან 2 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში თეორიულიც კი არ არსებობს. თუმცა თუ კითხვები არ იყო და წლები იყო, მაგალითად ძალიან ბევრი მშობელი სხვადასხვა ჯგუფში წერს, თუ კი წლების განმავლობაში სისტემატურად სვამდი ამ რძეს, ეს ნიშნავს რომ ვარ თუ არა რისკის ქვეშ. ანუ აი ასეთ შემთხვევაში რა ხდება, თუ კი საუბარი არ არის 1 და 2 თვეზე და არის რამდენიმე წელზე? აი ეს არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც ვთქვით რომ გიპასუხოთ, აქ მთავარია რა დოზით არის ეს ტოქსინი რძეში, რამდენია მისი შემცველობა.
ის შემცველობა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, ნამდვილად არ წარმოადგენს არც ერთი ხანგრძლივობის შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის რისკს. ეს არის ყველაზე მთავარი და კიდევ ერთს დავამატებ. აქ რამდენჯერმე აღნიშნა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კლინიკური კვლევა aflatoxin M1-ის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე სცენარი, რა შეიძლება გამოიწვიოს აი ამ მაჩვენებლის მატება. ყველაზე ცუდი სცენარი, რა დღეს განიხილება, არის ის, რომ aflatoxin M1-ის მატება შესაძლებელია გამოიწვიოს დამატებით 1 წლის განმავლობაში გვიდის კარცინომის 10-დან 30-მდე შემთხვევა 5 მილიარდ მოსახლეობაზე. 5 მილიარდ ადამიანში შეიძლება აი ამ M1-ის მატებამ 12-დან 32-მდე ეს არის ეს მონაცემი დაფიქსირებული გამოიწვიოს გვიდის კარცინომა. ამიტომ ნამდვილად არ მგონია რომ ეს მაჩვენებელი რაც საქართველოში დაფიქსირდა ღვიძლის კიბოსთან დაკავშირებით რისკის მატარებელი იყოს, არ არსებობს არც ერთი კვლევა, სადაც თქვენ ნახავთ რომ 4-ჯერ მომატება, ანუ ის ციფრი რაც ქვეყანაში დაფიქსირდა, შეიძლება იყოს ბავშვის ჯანმრთელობისთვის ღვიძლის კიბოს განვითარების თვალსაზრისით რამის საშიშროების მატარებელი. რა თქმა უნდა, როდესაც სტანდარტი გაქვს, ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ცუდია, არავინ არ ამბობს ეს კარგია, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი აი სტანდარტის გადაჭარბებამ მოგცა თუ არა რეალურად ჩვენი შვილებისთვის ის შედეგი, რამაც შეიძლება მოგვიანებით გამოიწვიოს გვიდის კარცინომა, ამაზე პასუხი დღეისათვის არის არა, ეს მაჩვენებელი გვიდის კარცინომას ვერ გამოიწვევს. მოკლებადიანი და გრძელვადიანი შედეგებიც საინტერესო ალბათ, ხო? რა შეიძლება გრძელვადაში, თუ კი შეიძლება რამე იყოს, რა არის თავი რჩევა, რაც უნდა გააკეთონ და გაითვალისწინონ მოქალაქეებმა? მოქალაქეებთან დაკავშირებით ცოტა გამიზნელდება რჩევის მიცემა. ერთი რაც მნიშვნელოვანია, მე აღნიშნე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, aflatoxinis B1 ფორმა, რომელიც გაცილებით უფრო მეტად კარცინოგენულია და არის სხვადასხვა პროდუქტში, ეს არის ჩილი, ეს არის არახისი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრია პროდუქტების ჩამონათვალი. აი ალბათ უკვე ამ მაჩვენებლის კონტროლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აი იმ შემთხვევაში, როდესაც B1 ფორმის მკვეთრი მატება, იქ უკვე ეს რისკები მაღალია, ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენ რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ ძის კონტროლი აუცილებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ძეში შემავალი aflatoxin-ი რახან ნაკლებად საშიშია ჯანმრთელობისთვის, უფრო უნდა გავაფართოვოთ ეს კვლევა და ალბათ უმჯობესი იქნება თუ სხვა პროდუქტებშიც მოხდება მისი შესწავლა. აი სხვა სახის პროდუქტი აღმოჩენილი aflatoxin-ი, მისი სხვა ფორმა B1 იქნება ნამდვილად უკვე გაცილებით უფრო მეტი ყურადღება მისაქცევი და გაცილებით უფრო მეტად საგანგაშო. ამიტომ თუ ეხლა რომელიმე მშობელს აქვს მისი ესეთი შეგრძნება, რომ ის რაც დაკავშირებულია და ყველაზე მეტად ჯანმრთელობის რისკთან, მოდით ესე დავვარქვათ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. მე ჯვეპარება რომ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა კონკრეტულად აი ამ პროდუქტს, კონკრეტულად ალბათ აზერბაიჯანი და შემოსული რძის და ასე შემდეგ, ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციის შეფასება. ყველაზე მარტივი. ნამდვილად არ მგონია რომ ეს უნივერსალური რეკომენდაცია იყოს და ყველა იმას რომ ეს ცხოვრებაში თუნდაც ერთი კვირა თუ ორი კვირა, 3 თვე მიუღია ეს პროდუქტი, ეს რძე, მას ესეთი კვლევა ჭირდება, მაგრამ თუ მშობლები ნერვიულობენ და ფიქრობენ რომ ეს რისკი უნდა იყოს შეფასებული, ამ რისკის შეფასების უკან ალბათ კვლევა შეიძლება იყოს მხოლოდ ამ თვალსაზრისით. უშუალოდ aflatoxin-ის შესწავლა ხდება სისხლში და შარდში, ოღონდ აქ ერთი დამატებითი პირობა აუცილებელი. ეს მაჩვენებელი ასახავს ბოლო 24 საათის განმავლობაში მიღებულ ტოქსინის დონეს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ეჭვი გვაქვს რომ 1 თვე თუ 2 თვე იღებდა ამ რძეს, რომელიც მაღალი შემცველობით ხასიათდება, მისი აღმოჩენა ანალიზით უკვე შეუძლებელია. ჯერჯერობით ის მეთოდები, რომლებიც არსებობს, ანალიზით ამ ტოქსინის დონის აღმოჩენის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. ამიტომ ესეთი არაპირდაპირი გზით მოახდინა თუ არა ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ღვიძლის დაზიანების, ღვიძლის ფუნქციის დაზიანების თვალსაზრისით aflatoxin-მა ზეგავლენა ყველაზე მარტივი იქნება ამ სიჯით ჩატარება, თუმცა ვიმეორებ არც რეკომენდაციაში ამას ვერ წაიგითხავ. არ წერია რომ თუ ბავშვი ეჭვი გაქვს ჩაატარეთ ღვიძლის ფუნქციების ან რომელიმე დამატებითი მაჩვენების შესწავლა. აქ კიდევ დამატებით შეიძლება მისი რისკი იყოს, არ არის მარტო ღვიძლის კიბოსთან დაკავშირებული განვითარების შეფერხება, წონაში ჩამორჩენა, ამიტომ ეს სრულიად სხვა მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ღვიძლის კარცინომაზე, უფრო მეტი რისკი, უფრო მეტი საშიშროება, რა თქმა უნდა, ღვიძლის დაზიანებისკენ მოდის და ამიტომ ალბათ ესეთი დამატებითი კვლევა, რომელიც შეიძლება უფრო მეტად დაამშვიდოს მშობელი, არის ამ თვალსაზრისით ღვიძლის ფუნქციების შესწავლა, მაგრამ ვიმეორებ ის დონე, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, ხანგრძლივი მიღების შემთხვევაშიც კი ვერ იქნებოდა ღვიძლის კარცინომის განვითარების რისკის მატარებელი და
ამ თვალსაზრისით ნერვიულობა, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია სწორად. მადლობა ბატონო ივანე თქვენი დროისთვის ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად სხვა საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებიც ალბათ ნერვიულობა უკავშირდება ნდობის ამბავს და იმას რომ არ ვიცით რეალურად სად რა ტიპის კონტროლი ხორციელდება და რა შეიძლება იყოს რეალობა რაც ნებისმიერი საკვების უკან შეიძლება იდგეს მომხმარებლისთვის. მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ივანე ჩხაიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.